ჯინჯერი იგივე კოჭა, იგივე ჯანჯაფილი კაცობრიობისთვის ცნობილია 4000 წელზე მეტია, ტრადიციულ მედიცინაში იყენებენ. ჯინჯერი ცნობილია თავისი ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით, განსაკუთრებით ოსტეოართრიტის დროს, სახსრებივისაც ტკივა მათთვის და კუნთების ტკივილის დროს. რატომ მუშაობს ჯინჯერი, როგორ მოქმედებს? შეიცავს კომპონენტებს, აქტიურ მოლეკულებს შეიცავს, რომელსაც ქვია ჯინჯეროლები და შოგოალები და ეს აქტიური მოლეკულები შეიწოვება სისხლში, კუჭიდან შეიწოვება სისხლში, წუთების განმავლობაში მალევე მოკლედ და პროსტაგლანდინების სინთეზს ამცირებენ. პროსტაგლანდინები არის მოლეკულები, რომელიც ანთებაზეა პასუხისმგებელი. ამიტომ არის რომ ანთების საწინააღმდეგო მოქმედება აქვს. აი თუ შევადარებთ ანთების საწინააღმდეგო მოქმედების სხვა წამლებს, წამალს თუ შევადარებთ, სუსტ ანთების საწინააღმდეგო წამალს შეედარება, ანუ ძლიერი მოქმედება არ აქვს, სუსტი აქვს, მაგრამ ეფექტური და მაგრამ კვლევები მუდმივად ცხადყოფს, რომ აქვს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება და ტკივილს აყუჩებს და ასევე კუჭს არ აღიზიანებს. მაშინ როცა უსუსტესი ანთების საწინააღმდეგო პრეპარატი რომ მიიღო არასტეროიდი, კუჭს გააღიზიანებს და ჯინჯერი არ გააღიზიანებს და იგივე ეფექტი ექნება. ამიტომ არის საინტერესო და ამიტომ არის კარგი. მეორე და ყველაზე მნიშვნელოვანი ეფექტი ჯინჯერის, ანუ კოჭასი არის გულისრევის და ღებინების საწინააღმდეგო მოქმედება. რას აკეთებს მოკლედ? ცდომილ ნერვზე მოქმედებს და სეროტონინის რეცეპტორებზე მოქმედებს ნაწლავებში და ასტაბილურებს მათ ელექტრულად რა. ანუ ასე არის რომ როცა მაგალითად ადამიანს გული ერევა ორსულობის დროს ან მგზავრობის ან ესე მოკლედ ელექტრული აქტივობა იზრდება კუჭში, კუჭის რეცეპტორების და ნერვების და კუჭი იწყებს შეკუმშვებს მოკლედ და ეს შეკუმშვები არის აგზავნის მერე ტვინში სიგნალს რომ აი გული მერევა ცუდად ვარ და რაღაც ეს და ასტაბილურებს ელექტრულად ამ სიგნალებს ჯინჯერი და ამიტომ ადამიანს უწყდება გულისრევის შეგრძნება, თითქმის 75%-იანი ეფექტურობა აქვს ორსულებში და 50%-იანი ეფექტურობა აქვს მგზავრობის დროს, მგზავრობის აუტანლობა, ვისაც აქვს იმ ადამიანებში. ანუ ერთ-ერთი ძალიან ეფექტურია, განსაკუთრებით თუ მგზავრობის წინ მიიღებენ ან უზმოზე ყველაზე კარგად მოქმედებს, როცა კუჭი თავისუფალია, უფრო ადვილად შეიწოვება და გვერდზე უდგება გულისრევის და ღებინების საწინააღმდეგო პრეპარატებს თავისი ეფექტურობით, ანუ წამლებს უდგება გვერდზე თავისი ეფექტურობით, ოღონდ თან არ იწვევს სედაციას, ანუ ბევრი პრეპარატი, რომელიც გულისრევა ღებინებას აჩერებს, იწვევს სედაციას, დამშვიდებას, მოდუნებას და მაგალითად საშიშია მაგდროს რომ მართო მანქანა, ან ყურადღებით გააკეთო რამე საქმე და ამ შემთხვევაში კოჭა არ იწვევს ასეთ გვერდით ეფექტებს, ამიტომ უსაფრთხოა. მესამე და მნიშვნელოვანი რითიც რა დროსაც იყენებენ კოჭას არის რათა ააჩქარონ საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მუშაობა, ანუ კუჭის შეკუმშვას აძლიერებს და ნაწლავების შეკუმშვას აძლიერებს და კუჭში და ნაწლავებში საკვები გადაადგილება უფრო ჩქარა. ეხლა რა შემთხვევაში და ვის ეხმარება ეს? ეს ეხმარება ადამიანებს, რომელსაც როცა ჭამენ, დიდხანს როცა ჩერდება კუჭში საკვები და როცა ეწყებათ შებერილობის გრძნობა, ზეწოლის გრძნობა, ბოყინი, უგროვდებათ გაზები, რაც უფრო დიდხანს გრძელდება საკვების გაჩერება კუჭში, მით მეტად გადამუშავდება ის ბაქტერიების მიერ, ბაქტერიები წარმოქმნიან აირებს, ეს აირები ადამიანს აწუხებს როგორც შებერილობა და ამისთვის, ამის ასაჩქარებლად, ვინაიდან კოჭას ეს ფუნქცია აქვს, ჯინჯერს იგივეს, ამიტომ არის რომ გამოიყენება. ასევე მისი ერთ-ერთი საინტერესო ფუნქციაა, რომ ადამიანს ანიჭებს შეგრძნებას, რომ უფრო თბილა. ანუ ადამიანს რომელსაც ადვილად ცივად ან აქვთ შეგრძნება რომ ცივად, ამ ადამიანების სითბოს რეცეპტორებზე მოქმედებს დაახლოებით ისე როგორც სითბო, სისხლძარღვებს კანზე მცირედით აფართოებს და ადამიანს აქვს შეგრძნება, ხელები, ფეხები გაუთბა და აი სითბოს შეგრძნება აქვს, ამიტომ არის რომ აი ის მაგალითად წვიმაში იყო, ქარში იყო ადამიანი შემოვიდა და ეუბნებიან რომ აი ჯინჯერის ჩაიდალი ან კოჭას ჩაიდალი, იმიტომ რომ გაგათბობს ხვანაერად, ჩაი ისედაც ათბობს და მასთან ერთად თუ ჯინჯერი იქნება, განსაკუთრებით გაათბობს. ასევეა იმ ადამიანებისთვის, ვისაც გაციების დროს, გაციების სიმპტომები აქვს ხოლმე, ჯინჯერს აქვს მსუბუქი
მადლობა რომ დაინტერესდი. ამ ვიდეოს ვქნი უკვე 8 წელზე მეტია კვლევებზე დაფუძნებული მაღალი ხარისხის სამედიცინო ინფორმაციით. არხზე დღეს 1700-ზე მეტი ვიდეოა. თუ აქ მიღებული ცოდნა გეხმარება და გაქვთ საშუალება, მხარი დაუჭირე არხს დონაციით. შენი მხარდაჭერით მეტ ადამიანს დაეხმარები იცხოვროს უკეთესი ჯანმრთელობით. ხსების საწამდგ მოქმედება, ასევე აი სითბოს შეგრძნება, გაცება იმიტომ ქვია, რომ ადამიანს ზოგჯერ აციებს ხოლმე, ან სიცივეში იყვნენ დიდ ხანს, მე იმუნიტეტი შეუსუსტად, ვირუსებმა დაიწყეს გამრავლება და ადამიანს აქვს სიცივის შეგრძნება და აი რო დალევს ამ ჯინჯერს ან შეჭამს, ან დაღეჭავს, ამ შემთხვევაში სითბოს შეგრძნება ექნება და ამ დროსაც გამოიყენება. ჯინჯერი ასევე გამოიყენება მენსტრუალური ტკივილების დროს. ერთ-ერთი ძალიან ეფექტურია menstruatsიული ტკივილის დროს, მაშინ როცა სხვა პრეპარატებს თავისი გვერდითი ეფექტები აქვს, ანტისაწინააღმდეგო არასტეროიდებს და ჯინჯერი უსაფრთხოა, ისევ პროსტაგლანდინების შემცირების გამო, ყველაზე კარგად მუშაობს, თუ კი ახალი დაწყებულია menstruaალური ტკივილები და მაშინ მიიღებს მალევე პირველი 2 დღის განმავლობაში და დაახლოებით ტკივილს ამცირებს რაღაც 25-30%-ით, რაც საკმაოდ ეფექტურია ბევრი ადამიანისთვის და ამიტომ ქალები ხშირად იღებენ ხოლმე ჯინჯერის ექსტრაქტს ამ დროს. ასევე ერთ-ერთი ცნობილი ეფექტი ჯინჯერის არის შაქრის დამწევი ეფექტი, გლუკოზის დამასტაბილურებელი, ერთი იმის გამო რომ ნახშირწყლების შეწოვას ამცირებს და მეორე მნიშვნელოვანი ეფექტი აქვს რომ ინსულინის მგრძნობელობას აუმჯობესებს. ხო, ეხლა ეს არ არის ისეთი რომ რაღაცა ადამიანს რომელსაც აქვს დიაბეტი ან ინსულინ რეზისტენტობა, მიდი კოჭა დალია და გიშველის, ესეთი არ არის, მაგრამ გაზომვადი ეფექტი აქვს ადამიანებში აქვს ეს ეფექტი, ასევე ადამიანის გარკვეულ ნაწილში აქვს ტრიგლიცერიდების და ქოლესტერინის შემამცირებელი ეფექტი, განსაკუთრებით ცუდი ქოლესტერინის შემამცირებელი ეფექტი და ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი, ასევე ან გულსის ხლძარღვთა ჯანმრთელობასაც აუმჯობესებს, ვინც იღებს რეგულარულად. რა არის საუკეთესო დოზირება ჯინჯერის? ჯინჯერის დოზირება ყველაზე კარგი არის 1-დან 2 გრამამდე დღის განმავლობაში, როგორი ფორმითაც არ უნდა იყოს. დაახლოებით ეს შეესაბამება კაფსულები თუ არის 1 გრამიანი კაფსულები, 1 გრამს 1 კაფსულა, 2 გრამი 2 კაფსულა. თუ არის მაგალითად მშრალი ჯინჯერი, მაშინ ნახევარი ჩაის კოვზი, მშრალი დაფხვნილი ჯინჯერი და თუ არის ცოცხალი მთლიანი ეს რა არის ჯინჯერი ფესვი, ხო? მცენარის ფესვია და თუ ეს ცოცხალია დაჭრილია, მაშინ 1-ან 2 ნაჭერი, თხელი ნაჭერი ჯინჯერი შეიძლება შეჭამოს, შეიძლება ჩაის მიაყოლოს და ადამიანმა მაგალითად გულისრევა ღებინების დროს 1 გრამი 15-20 წუთით ადრე სანამ იმგზავრებ, სასურველია რომ კუჭი იყოს ცარიელი. menstrualuri ტკივილის დროს 1 გრამი 3ჯერ დღეში, როგორც წესი ექსტრაქტის სახით, კაფსულების სახით 3ჯერ დღეში, მალევე როგორც კი დაიწყება სიმპტომები, როგორც კი დაიწყება ადამიანს შეგრძნება ეს ტკივილების. როცა ადამიანს აქვს მკუნთების ტკივილი ან სახსრების ტკივილი, 2 გრამი მიიღება ხოლმე დღეში, სტაბილურად უნდა მიიღოს ადამიანმა. უსაფრთხოება ჯინჯერს აქვს ძალიან კარგი, ძალიან მაღალი, არ არის საშიში, მოკლედ, ძალიან უსაფრთხოა, აი ძალიან უსაფრთხოა. თუ კი მიიღებს ადამიანი 4 გრამზე მეტს დღის განმავლობაში, მაშინ მცირედით მომატებული აქვს სისხლის გამათხიერებელი ეფექტი და გულწმარვის ეფექტი. ამიტომ ადამიანები, რომლებიც არიან ძლიერ ანტიკოაგულანტებზე, ყურადღებით უნდა იყვნენ, რომ ზედმეტი დოზა არ მოვიდეთ. კულინარიაში რაც გამოიყენება 1-ან 2 ნაჭერი, ეგ როგორც წესი არაფერ გვერდით ეფექტებს არ იწვევს, სულ რომ მთელი ცხოვრება მიიღოს ადამიანმა, მაღალი დოზებით გულწმარვას იწვევს და ვისაც ძალიან ძლიერი გულწმარვა აქვს, შეიძლება გულწმარვა გაუძლიეროს, თუმცა როგორც წესი შედარებით ეგ იშვიათია. ჯინჯერი სხვა ფორმებით გამოდის, რა თქმა უნდა, ერთი არის პირდაპირ მცენარე, როს შეგვიძლია დაჭრა შეჭამო, ესეთი იყიდება ხოლმე, გინახიათ დიდ მარკეტებში ალბათ, კოჭა, ჯანჯაფილი, ჯინჯერი ესე ქვია, შეგიძლიათ იყიდოთ. შეიძლება იყოს დაფქვილი სახით, გამშრალი და ეს ფხნილის სახით იყოს, გამშრალი,
ხო, ну, ნაჭრება შეგიძლია დაჭრა, თუ ცოცხალს იყიდი, ან იმასკნა დაჭყლიტო და ასე უფრო ადვილად შეიწოვება და რაც უფრო ახალია ჯინჯერი, მით უფრო კარგი ეფექტი აქვს ანთების საწინააღმდეგო. ასევე გამათბობელი ეფექტიც კარგი აქვს. ამიტომ არის რომ პირდაპირ ცოცხალი ჩაის მიაყოლე და დაღეჭე ერთი თხელი ნაჭერი ან ორი თხელი ნაჭერი. გამშრალი ჯინჯერი, ანუ გამომშრალი უკვე ძველი ჯინჯერი ასევე კარგია. ამ დროს ჯინჯეროლები, ეს მოლეკულები, რომელიც მისი აქტიური მოლეკულებია, გარდაიქმნება შოგოალებად, ესეც მოლეკულებია და აი სითბოს ეფექტი აქვს მნიშვნელოვანი ამ დროს ადამიანს და ამიტომ და ასევე კუჭის მოქმედება რო აჩქაროს კუჭნაწლავის მოქმედება ეს ეფექტი აქვს და ამიტომ ასეთ შემთხვევაში ამისთვის თუ უნდა მაშინ კარგი არის გამხმარი და ეს გამომშრალი ჯინჯერის ექსტრაქტი. კაფსულები საუკეთესო ფორმაა იმ კუთხით, რომ დოზირება ზუსტად შეგვიძლია გააკეთო, ზუსტად იცი რა დოზით იქნება ჯინჯეროლები და შოგოალები და სტანდარტიზებული ფორმაა როგორც წესი და გემო, რომელიც მომწარო გემო აქვს განსაკუთრებით გამომშრალს, ვისაც არ მოსწონს მომწარო გემო, მისთვის განსაკუთრებით იდეალურია. შესაბამისად, ამ კაფსულების ფორმა მიიჩნევა ყველაზე სტანდარტიზებულად და კლინიკური კვლევების კაფსულების ფორმაზეა ჩატარებული. საუკეთესო პრაქტიკა არის 1 ან 2 გრამი ჯინჯერის მიღება დღის განმავლობაში, ეგ არის ყველაზე საუკეთესო თუ გულისრევაღებინებისთვის კვებამდე. შესაძლებელია კვებისასაც ცხიმთან ერთად, თუ კი მაგალითად საწმის მონელ ან კვების შემდეგაც შესაძლებელია თუ კი სიმძიმის შეგრძნების მოსახსნელად უნდა ადამიანს შესაძლებელია ჩაისთან მიღება თუ კი გათმობის და გაციების და გრიპისთვის უნდა ადამიანს შესაბამისად ხო და სტანდარტულად სამედიცინო დოზა სტანდარტული სამი როცა არ იცი რამდენი მიიღო მაგალითად თუ სახსრების ტკივილისთვის ან კუნთების ტკივილისთვის 2 გრამი დღეში ან 2 კაფსულა დღის განმავლობაში თუ თითო გრამიანებია ან რაც აწერია მოკლედ რა ან როგორც წესი 1 გრამიანია თითო კაფსულა როგორც წესი შეიძლება უფრო ნაკლებიც იყოს შეიძლება უფრო მეტიც იყოს მაგრამ ძირითადად არის სტანდარტულად 1 გრამიანი შესაბამისად ჯინჯერი ერთ-ერთი საუკეთესო მცენარეა ნამდვილად ეფექტი სასწაული არ აქვს მაგრამ კარგები აქვს რაც აქვს და კაი აქვს ჯინჯერის გემო არა გემო იციან ხოლმე რომ გემო იწვევს და გემო არ იწვევს ან გულისრევაღებინების შემცირებას კაფსულებათაც რო დალიოს ადამიანს უშველის იმიტომ რომ სისხლში და კუჭში რეცეპტორებს უკავშირდება საწმისუნებელ სისტემაში სეროტონის რეცეპტორებს და ეგ არის მან მთავარი და არა მისი გემო ასევე ანთების საწინააღმდეგო ეფექტი თუ გინდა რომ გააძლიეროს ცოტა ცხიმიან საკვებთან ერთად უნდა მიიღო ეგეც საუკეთესო პრაქტიკა და რაც უფრო ძველია ჯინჯერი მით მეტად გარდაიქმნება ჯინჯეროლები as შოგოლებად აი ეს არის და ამიტომ ეს არის რომ მაგალითად ახალ ჯინჯერს უფრო ანთების საწინააღმდეგო ეფექტი აქვს მაგალითად და ხოლო აი თქვათ სითბოს ეფექტი აქვს უფრო ძველ ჯინჯერს და ამიტომაც ძველი ჯინჯერი თან კიდე უფრო მწარეა და ეს სითბოს ეფექტი დაკავშირებულია სიმწარესთანაც. აი ეს იყო რის თქმაც მინდოდა ჯინჯერთან დაკავშირებით. თქვენი გამოცდილება დაწერეთ კომენტარებში, საინტერესოა. მადლობა რომ მისმენდით, მადლობა რომ გაინტერესებთ, თუ მოგწონთ ჩემი ვიდეოები დალაიქეთ, გამოწერეთ ან გააზიარეთ, ეს იქნება თქვენი მხარდაჭერის გამოხატვა ჩემი არხის მიმართ. მადლობა ინტერესისთვის.